იცოდით, რომ ერექციის პრობლემები, რომელიც ბევრი მამაკაცისთვის საკმაოდ ტკივნეულ პრობლემას წარმოადგენს, აწუხებს მამაკაცების დაახლოებით 20%-ს. ამასთანავე ის მერყეობს მსუბუქიდან მძიმე შემთხვევებამდე. მსუბუქია შემთხვევა, როცა ერექცია არის ხანმოკლე და ვერ ახერხებს მამაკაცი ერექციის შენარჩუნებას იმ დროის განმავლობაში, რა დროითაც მას სურს. ასევე თუ ერექცია არის შედარებით სუსტი. არ არის სრული ერექცია და მძიმე შემთხვევაა თავისთავად ის, როდესაც ერექცია საერთოდ არ აქვს მამაკაცს. ასაკის მატებასთან ერთად ერექციული დისფუნქციის, ანუ ერექციის დარღვევის შემთხვევები მატულობს. მაგალითად, 40 წლის ასაკისთვის 40%-მდე მამაკაცს აწუხებს ერექციული დისფუნქცია, ხოლო 70 წლის ასაკისთვის ის მატულობს თანდათანობით ეს შემთხვევები და ამ ასაკში მამაკაცების დაახლოებით 50%-ს და მეც აწუხებს ეს პრობლემა, რომელიც ზოგადად ძალიან ტკივნეულად აღიქმება მამაკაცების მიერ. ერექციული დისფუნქციის მიზეზები ძალიან ბევრია. ის შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური, ფსიქოსოციალური და დაკავშირებული ცხოვრების სტილთან. ხშირად ერექციულ დისფუნქციას იწვევს სხვადასხვა დაავადება, მაგალითად გულსისხლთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვისაც აქვს მაგალითად ჰიპერტონიული დაავადება, აუცილებლად აქვს ერექციული დისფუნქცია. თუმცა ზოგ შემთხვევაში ის შესაძლოა იყოს ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი. ერექციული დისფუნქციის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება, მარიხუანას მოწევა, განსაკუთრებით თუ ეს ხდება რეგულარულად და ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ამიტომ ერექციული დისფუნქციის დიაგნოსტიკისას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში გამოირიცხოს სხვადასხვა სახის დაავადებები, ან ისეთი ფაქტორები ცხოვრების ჩვევებიდან, ყოველდღიური ჩვევებიდან თუ ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, რომელიც იწვევს ერექციულ დისფუნქციას. ერექციულ დისფუნქციას მამაკაცებში ჩვენ ვკურნალობთ PRP თერაპიით, როცა თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმა შეყვავს სასქესო ასოს გარკვეულ უბნებში. აღნიშნული თრომბომასა იწვევს ახალი უჯრედების წარმოქმნის სტიმულაციას, აუმჯობესებს ნერვული დაბოლოებების მგრძნობელობას და სისხლის მიმოქცევას. ზრდის ქსოვილის ელასტიურობას და ყოველივე ეს აუმჯობესებს და ახანგრძლივებს ერექციას. ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ PRP თერაპიას ჩვენ ვიყენებთ უკვე 2 წელზე მეტია და მისი ეფექტურობა დაახლოებით 85%-ია. PRP თერაპიის ასეთი მაღალი ეფექტურობა ჩვენს კლინიკაში დაკავშირებულია იმასთან, რომ ხდება მამაკაცების საფუძვლიანი შერჩევა. როგორც მოგახსენეთ, არსებობს ცალკეული შემთხვევები, როცა მამაკაცს სჭირდება PRP თერაპია სხვა სახის მკურნალობასთან ერთად. ან საერთოდ არ სჭირდება, ანუ არ არსებობს PRP თერაპიის აუცილებლობა და საჭიროა სხვაგვარი მიდგომა. იქნება ეს ფსიქოლოგიური პრობლემა, იქნება ეს გულსისხლთა დაავადებები და სხვა ორგანოების და ფუნქციების პათოლოგიები, რომელთა მართვა ხდება შესაბამისი სპეციალისტის მიერ.